მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. ცივილიზებული სამყაროს სტანდარტით ნებისმიერი პოლიტიკოსი მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოდის, უარს ამბობს საარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელ აგრესიულ რიტორიკაზე ოპონენტების მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ის აცნობიერებს, რომ ამ დღიდან, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ის უკვე არის ყველას ხელისუფალი, მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო ოპონენტებისაც, იმ ადამიანებისაც, რომლებმაც ხმა მისცეს მის მოწინააღმდეგეს და შესაბამისად მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება, თავი რო გავანებოთ საწინააღმდეგო აზრის, კრიტიკის მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას, საზოგადოების გაერთიანების მცდელობა, კომპრომისების, მოლაპარაკებების გზით. ესე იქცევა ცივილიზებული ლიდერი. ავტორიტარული ქვეყნებისთვის ეს არ არის დამახასიათებელი და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ აი ესეთი ავტორიტარული მმართველობისკენ აიღო გეზი და ჩვენ ხედავთ, რომ მთელი მათი კამპანია არ მხოლოდ საარჩევნო, არამედ საერთოდ მმართველობის სტილი აგრესიაზე, ნეგატივზეა ძირითადად აგებული და არანაირ კომპრომისებს არ უშვებს, მეცაც გეტყვით, კომპრომისი ჩვენ ხელისუფლებას, ისევე როგორც ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს, სისუსტის გამოვლინებად მიაჩნია, მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო პირიქით, ამას ძალის დემონსტრირებად აღიქვავს და შესაბამისად კიდევ უფრო აგრესიული ხდება იმის კვალდაკვალ, თუ რამდენად მასშტაბური ხდება პროტესტი. ჩვენ სამწუხაროდ აი ამ პერმანენტული დაპირისპირების, პერმანენტული ესკალაციის რეჟიმში ვცხოვრობთ და ხელისუფლება კარგად არის ადაპტირებული ამ სიტუაციაში, რაღაც ესე რომ ვთქვათ, გარკვეულ კომფორტსაც კი გრძნობს, შეიძლება ითქვას, მაგრამ ფორმები ხედავთ, რომ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მიუღებელი, მე ვიტყოდი შემაშფოთებელი ხდება და ესკალაციის ხარისხი არათუ იკლებს, არამედ ყოველდღიურად ჩვენ ვაკვირდებით აი ამ დაპირისპირების და ორივე მხრიდან მე ვიტყოდი აგრესიის ზრდას, ჩვენ უნდა გვესმოდეს ამასთანავე, რომ მიუხედავად პროტესტის რადიკალიზაციისა გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებელი ძირითადად, თუნდაც ოპონენტების რადიკალურობაზეც ხელისუფლებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ის არ ეძებს არასოდეს რაღაც კომპრომისს, დალაპარაკების რესურსი არანაირი არ აქვს და მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს ეს ყველაფერი გადალახოს. ანუ ჩვენი ხელისუფლება ფაქტობრივად ამბობს, რომ ის არის მხოლოდ საკუთარი მომხრეების ხელისუფალი და ვინც მას არ ემხრობა, ყველას აცხადებს მტრად, ანუ ცდილობს, რომ დატოვოს სახელმწიფოებრივი ლეგალური სივრცის მიღმა, ანუ ფაქტობრივად კანონგარეშე აცხადებს ადამიანებს და ამ ადამიანების რაოდენობა, რეგიონების მიხედვით თუ ავიღებთ, თითქმის ნახევარია, ყველგან თბილისში, 60%-ზე მეტია მინიმუმ, აი ესეთ აბსურდულ მდგომარეობაში ვართ და აი ეს არის ზუსტად სიტუაცია, როდესაც უმცირესობა, რომლის ხელშია მონოპოლიზებული რესურსები, ცდილობს, რომ იძალადოს ძალაუფლების წყაროზე, ანუ ადამიანებს. ფორმები აი ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, წარმოუდგენელი, პირდაპირ გეტყვით, კი ბატონო, იქ შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი მხრიდანაც იყო შეიძლება გარკვეული კანონდარღვევები, მეორე მხრიდანაც იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ესეთი ესკალაციის დროს ესეთი რაღაცეები ხდება, მთავარია თუ ჩვენ რა ვიხილეთ, აი წინა პლანზე, ფასადზე რა ვიხილეთ ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ ვიხილეთ, ესე რომ ვთქვათ, ეს გადამწიფებული თინეიჯერი, კომპლექსებით დატვირთული მამრები, 40+ შეიძლება ითქვას, რომლებიც ყოველად უწმაწურად, ყოველად ესე რომ ვთქვათ, აი ესეთი მიუღებლად ექცეოდნენ შვილისტოლა ბავშვებს, მათ შორის გოგონებსაც. ჩვენ ვნახეთ კალაძის განცხადებას, რომელიც უარყოფს, რომ თურმე ქალები საერთოდ არ ყოფილან, ეს რაღაც ახალი ჯიში ყოფილა, შვილისტოლა ბავშვებზე, გოგონებზე ამბობდა ამას, აი ეს იმდენად წარმოუდგენელი რაღაცაა, თავი გავანებოთ იმ ჟესტიკულაციაზე,
იმ ესე რომ ვთქვათ უწმაწურ ჟესტიკულაციაზე ხო და კონკრეტებას არ დავიწყებ ეს კადრები ალბათ ყველა ვნახეთ, ანუ ფაქტობრივად ჩვენი ხელისუფლება ესეთი პოლიტიკური პედოფილივით იქცეოდა ამ დღეების განმავლობაში, რომელიც ძალადობდა ხშირ შემთხვევაში ბავშვებზე, გოგონებზე და ზუსტად ეს არის ახლა მხოლოდ პოლიტიკური პედოფილიის კი არა, ზოგიერთ შემთხვევაში მე მგონი პირდაპირ პედოფილიის კვალიფიკაციაც კი შეიძლება მიეცეს ფაქტებს, როდესაც არასრულწლოვან გოგონას და თუნდაც სრულწლოვანს, ხო, ხელით ეხება გადამწიფებული მამრი, ხო? აი წარმოუდგენელი რაღაცები ხდება და ეს ადამიანები იბრალებენ, რომ ისინი ან ტრადიციებს იცავენ, ან რაღაცის პატივისცემა აქვს, ამ მშვიდობისთვის იბრძვიან, აი წარმოუდგენელია პირდაპირ და არაფერი კარგით ბუნებრივია ეს არ დასრულდება. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.